მოგესალმებით, დღეს 16 მარტია უყურებთ კურიერს 10 საათზე, ახალ ამბებს მარიკა გოცირიძე გაგაცნობთ. სასურსათო პროდუქციის მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია მორიგ სხდომას გამართავს. როგორც ცნობილია, დღეს საცალო ქსელების მსხვილ წარმომადგენლებთან გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა. კომისიის შეკითხვებს უპასუხებენ კარფურის, ნიკორას, დეილი ჯგუფის და ორი ნაბიჯის წარმომადგენლები. დღეს ასევე იგეგმება ბენზინგასამართი სადგურებისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაც. მიმდინარე პროცესთან მიმართებით დადებითი მოლოდინები აქვს მმართველ გუნდს და მის მთავარ მიზნად აღნიშნული სისტემის გაჯანსაღებას ასახელებს. ისინი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ფასწარმოქმნის პოლიტიკას, მათ ძალიან ძლიერი მოლაპარაკების ძალა აქვს და როდესაც ჩვენ საუბრობდით ასიმეტრიულ ურთიერთობებში, აქ აღნიშნულ ქსელებს მნიშვნელოვანი ძალა და უფლებები აქვს, როდესაც ფასწარმოქმნის ჯაჭვში ურთიერთობებში შედიან წარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან. ჩვენი მიზანია, რომ მათთან ერთად გავიაროთ ბიზნეს პროცესები, განსაკუთრებული აქცენტები გამახვილდება კომერციულ ურთიერთობებზე, თუ როგორი აქვს მათ კომერციული ურთიერთობა ჯაჭვში, ასევე რა პირობებში ხდება ანაზღაურება დისტრიბუტორებთან და წარმოებლებთან, ასევე ჩვენთვის საინტერესოა როგორ ხდება საქონლის ბრუნვა და ის ბიზნეს პროცესები, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება ერთეულის ფასში. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს პირველი მოსმინით განიხილავს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური პარტიის წევრის, საარჩევნო სუბიექტის ან გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნების მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცია და რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ გამოცხადდება, შეიძლება მაგისტრატი მოსამართლის მიერ დაიკითხოს. ამ კანონის მიღების შემდეგ მოხდება კანონში ცვლილებები. თვითონ კანონი ითვალისწინებდა, რომ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, საჯარო რეესტრის შინში უნდა დაფიქსირებულიყვნენ, რეგისტრაცია უნდა გაევლოთ ამ ორგანიზაციაში. ცვლილებების შემდეგ ამას გააკონტროლებს აუდიტის სამსახური და აქვე აღნიშნულია, რომ ის ორგანიზაციები, რომელიც მათი შემოსავალი საზღვარგარეთიდან 20%-ზე მეტია, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ. საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. სიახლე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და მათ თანმხლებ თარჯიმნებს ეხება. ცვლილებების მიხედვით საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე მიიღებს. იცვლება თარჯიმნების რეგისტრაციის წესით. მმართველ გუნდში აქცენტს სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე აკეთებენ. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მხოლოდ საქართველოს არამოქალაქე 18 წელს მიღწეული პირების მიერ იქნებიან არჩევნებისთვის წარმოდგენილი. ეს წესი ბუნებრივია არ ეხება მოცემულობას, როდესაც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია საქართველოს მოქალაქით იქნება წარმოდგენილი. სტანდარტი საერთაშორისო უნდა იყოს ბოლომდე დაცული, რადგანაც საქმე ეხება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, ბუნებრივია, რომ საქართველოს არამოქალაქე პირის საერთაშორისო სტანდარტი პირის მიერ სტანდარტი იქნება მაქსიმალურად დაცული. საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით გლობალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტის სახელწოდებით ერთად უკეთესი მომავლისთვის ვაშინგტონში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ იქნება მარტივი იმ ნეგატივის გაანალიზება, რომელიც დატოვებული იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან და საქართველოს ამ პროცესს გაგებით უნდა მოეკიდოს. ნამდვილად არ იქნება მარტივი იმ ნეგატივის გაანალიზება ასე სწრაფად, რომელიც დატოვებული იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან და გაგებით შეიძლება მოვეკიდოთ ამ პროცესს, თუმცა ის ნათქვამი, რომ ისინი ამზადებენ ამ პროცესებს, ესეც ასე ვთქვათ რეალობაში ძალიან კარგად არის გაგებული ჩვენი მხრიდან, ჩვენ არსად არ გვეჩქარება, ჩვენ გააზრებული გვაქვს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება არსებულ გამოწვევებში თუ როგორი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა გქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია და ჩვენ ამისთვის მზათა ვართ და ამ ჭრილში არის განსახილველი ამერიკის შეერთებული შტატებთან ჩვენი ურთიერთობას და ჩვენ ურწმელები ვართ და მზათა ვართ
ამ საკითხების განსახილულად. იქიდან რა თქმა უნდა ეს კეთილინების ასე ვთქვათ კონტურები გამოკვეთილია ამ ვიზიტებთან დაკავშირებით. აი მაგალითად, ხა ჩემი მეუღლე მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის პირველი დედის მოწვევით არის. ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. სამიზნე გახდა გაერთიანებული ერების 3 სხვადასხვა ბაზა. თავს დაესხნენ ქვეყანაში მყოფ სამშვიდობოებსაც საერთაშორისო მედიის ინფორმაციით მისიებს ცეცხლი სავარაუდოდ არა არმიის წევრებმა, არამედ სხვა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაუხსნეს. დრონით თავდასხმა მოხდა ქუვეითში ამერიკისა და იტალიის სამხედრო ბაზაზე. ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. მუშაობა ამ დრომდე შეჩერებულია დუბაის აეროპორტში, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი თავდასხმის შედეგად დაზიანდა საწვავის ავზი და გაჩნდა ხანძარი. ირანში გათიშულია კავშირი მთავარ სატელეკომუნიკაციო ქსელთან. მოსახლეობა მე-16 დღეა ვერ ახერხებს ინტერნეტის გამოყენებას. მსხვერპლია ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი. არიან დაშავებულებით მძიმეა 14 მშვიდობიანი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მშვიდობის მარში გამართა. მსვლელობაზე თავი მოიყარეს ვიქტორ ორბანის მხარდამჭერებმა. აქციაზე იყო ბანერები წარწერით ჩვენ არ ვიქნებით უკრაინის კოლონია. ვიქტორ ორბანმა საკუთარ ამომრჩევლებს სიტყვითაც მიმართა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ 12 აპრილს მოქალაქეები არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის გააკეთებენ. პარალელურად ბუდაპეშტში მოეწყო კონტრაქციაც საკუთარი მომხრეების შეკრიბა ოპოზიციური პარტია ტისას ლიდერმა. და ისევ საქართველოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაჭის ეროვნული პარკი 4759 ჰექტარით გაფართოვდა. შეიქმნა ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი და 5 ბუნების ძეგლი. რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ონის მუნიციპალიტეტში 2023 წელს შეიქმნა. პარკის განვითარება ხელშეუწყობს ადგილობრივი ტრადიციული მეურნეობების მხარდაჭერას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის აღდგენას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისა და არსებული დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით. მიმდინარე პერიოდში გაფართოვდა რაჭის ეროვნული პარკი დაახლოებით 4759 ჰექტარით, ასევე დაარსდა დაცული ლანდშაფტი და 5 ბუნების ძეგლი. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ამბროლაურში. ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა უკვე დასრულდა ცაგერში, ლენტეხსა და ონში. სატყეო სამსახურების გაძლიერებისა და მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით ქვეყნის მასშტაბით ჯამში სულ 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა. მეტყევეების და ტყის მცველების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მათი ტექნიკური გადაიარაღება წარმოადგენს გარემოსდაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტს. ამავდროულად არის სატყეო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. ამ მიმართულებით სატყეო სააგენტო აქტიურად მუშაობს, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში და ამ კუთხით სამუშაოები კვლავ გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე ამით გემშვიდობებით ეთერს კი განაგრძობს სოფო ოხანაშვილი, გრიგა და ბიზნესი რუსთავი ორზე.